დილამშვიდობისა ყველას. ხედავ რომ მისტერ ბენეტი ჩემს შემდეგაა 908-ში. ამაზე ვერ დავპირდები. მე ვარ სპიკერი, საუბარი მიყვარს ასე რომ. ვეცდები დრო გავითვალისწინა. მაშ, დილამშვიდობისა. სასიამოვნოა აქ ყოფნა. ჩემთვის პატივია რომ აქ ვარ და სცენას უზიარებ ამდენ გავლენიან ადამიანს. ყველა მათგანს ვინც ეხმარება ჩვენი რეგიონის მომავლის შესახებ მნიშვნელოვანი დიალოგების ფორმირებაში ამ ქვეყანაში. ბოლო 1 წლის განმავლობაში ბევრმა ადამიანმა გამიცნო როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი, ჩვეულებრივ ლურჯი ფონით და არა წითელი ფონით. ნელ-ნელა ვეჩვევი ამას. ჩვეულებრივ იქ ვარ რომ გაგიზიაროთ უახლესი მოვლენები. მაგრამ დღეს მინდა უფრო პირადული რამ გაგიზიაროთ. ჩემი ხედვა იმაზე სად ვართ დღეს და რატო ვარ, ყველაფრის შემდეგ რაც ვიხილეთ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი. ამ როლამდე 4 წელი გავატარე ისრაელის თავდაცვის ძალების საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. სიტყვასით ყვასიტყვით მე ვიყავი სამხედროების საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს იყო დრამატული და გამსაზღვრელი პერიოდი ახლო აღმოსავლეთში. და მე მქონდა პრივილეგია პირადად გამომეცადა ეს ყველაფერი როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელს, ისეთ ქვეყნებში, რომელთა ნახვაზე და საუბარზე არასდროს მიოცნებია. ისრაელი ყოველთვის აღიქმებოდა როგორც პატარა ქვეყანა, რომელიც მტრებით იყო გარშემორტყმული. თითქმის ბიბლიური ფრაზის თანამედროვე გამოხატულება, ხალხი, რომელიც მარტო ცხოვრობს. ამლევა და დიშკონ. ისრაელი პატარა ქვეყანაა, რომელიც ძალიან რთულ სამეზობლოში ცხოვრობს. ეს თქვენ ყველა მიცით. იცით, ჩვენ ისრაელები, ჩვენ ერთი მარტივი იდეით გავიზარდეთ. ჩვენ საკუთარ თავს თავად დავიცავთ. ეს ჩვენს დნმ-ში იყო და ეხლაც ასეა. ის ღრმად იყო გამჯდარი ისრაელის ეთოსში. მაგრამ აბრაამის შეთანხმებების ეპოქაში, როცა ეს დაიწყო, შესაძლებელი გახდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ლიდერობით რაღაც განსაკუთრებული მოხდა. სადაც არ უნდა მემოგზაურა ახლო აღმოსავლეთში, ისეთ ქვეყნებში, სადაც არასდროს მეგონა რომ მოხვდებოდი, რაღაც ისეთი დავინახე, რაც გამიკვირდა. დავინახე ნამდვილი პატივისცემა ისრაელის მიმართ. ამ რეგიონში შევხვდი სამხედრო ლიდერებს, რომლებიც თანამშრომლობას ისურვებდნენ. და ერთად დავიწყეთ ახალი რეგიონული არქიტექტურის შექმნა, რომელიც დაფუძნებულია არა მხოლოდ საერთო საფრთხეებზე, არამედ საერთო ინტერესებსა და შესაძლებლობებზე. 2023 წლის მაისისთვის ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს უფრო ახლოს ვიყავით ვიდრე ოდესმე, საუდის არაბეთთან ხელის ჩამორთმევამდე. მათ ეს თავადაც გამოაცხადეს. და შემდეგ 7 ოქტომბერი მოხდა. ის, რაც ჰამასის თავდასხმად დაიწყო ისრაელზე, სწრაფად გადაიზარდა რეგიონულ ომში, რომელშიც ჩაერთნენ ჰეზბოლა, ჰუთები და თავად ირანი. იმ დრიდან მოყოლებული ისრაელის თავდაცვის ძალები 7 სხვადასხვა ფრონტზე იბრძვიან. ჰელმა ერმა უპასუხა მოწოდებას და მსახურებაში ჩაერთო. ამ ომმა მსოფლიოს მნიშვნელოვანი რამ აჩვენა. ირანის ამბიციები არ მთავრდება ისრაელის საზღვრებთან. მისი რაკეტები, დრონები და პროქსი ძალები საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის სტაბილურობას და სულ უფრო მეტად მის ფარგლებს გარეთაც. ბევრი ადამიანი ფიქრობს, იქნებოდა თუ არა 7 ოქტომბერი აბრაამის შეთანხმებების დასასრული. მაგრამ აბრაამის შეთანხმებების ნამდვილი გამოცდა არასოდეს ყოფილა ის, თუ როგორ გადარჩებოდნენ ისინი ომის დროს. ეს იყო ის, გადარჩებოდნენ თუ არა ისინი მშვიდობის დროს და გადარჩნენ კიდეც. ამავე დროს ამ ომმა შეგვახსენა, როგორი მტრის წინააღმდეგაც ვიბრძვით. ჩვენი ჯარისკაცები ამ წუთებში ებრძვიან მტერს, რომელიც სამოქალაქო პირების უკან იმალება, სახლების ქვეშ გვირაბებს აშენებს და სამხედრო ინფრასტრუქტურას სამოქალაქო მოსახლეობაში ანთავსებს. ეს არის ის ბრძოლის ველი, რომლის წინაშეც ვდგავართ. და მიუხედავად ყველაფრისა, ისინი კვლავ ერთგულნი რჩებიან სიზუსტით მოქმედების და იმ ღირებულებების, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალებს განსაზღვრავს. ჩვენი მტრები ჩვენს ღირებულებებს სისუსტედ აღიქვამენ. ჩვენ კი მათ ძალად მივიჩნევთ. ბოლო 2 წელიწადი და ნახევრის განმავლობაში, როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების პრესპიკერმა, მე შევესწარი ერთ განსაკუთრებულ მოვლენას. ამ უპრეცედენტო კამპანიის განმავლობაში ვხედავდი, როგორ ერგებოდა ჩვენიერი ცვლილებებს უფრო სწრაფად, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. მე ვნახე ინოვაცია ბრძოლის ველზე, გამძლეობა სახლში და ახალგაზრდა ჯარისკაცები, რომლებიც შეუძლებელ გამოწვევებს პოულობდნენ გამოსავალს.
თითქმის 3 წლის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალები იცავდნენ ისრაელს 7 ფრონტზე: ხმელეთზე, ზღვაზე, ჰაერში და შიდა ფრონტზე. ბოლო 3 წელი გვახსენებს, რომ ჩვენი ზომა არასოდეს განსაზღვრავდა ჩვენს ძალას. ჩვენი ძალა კი ჩვენს ხალხს განუსაზღვრავს. ბოლო 1 წლის განმავლობაში მუდმივად მოძრაობდი. სტუმრობდი ჩვენს ჯარისკაცებს ფრონტის ხაზზე. ხვდებოდი მშვიდობიან მოსახლეობას შიდა ფრონტზე და ვესაუბრებოდი მედიას. სულ ცოტა ხნის წინ ჩემი დანაყოფის ახალგაზრდა ქალი საბრძოლო ფოტოგრაფი 19 წლის ასრულებდა თავის მისიას სამხრეთ ლიბანში. თან ახლდა ჩვენს ძალებს და აფიქსირებდა ისტორიულ ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციებს. მასთან ჰქონდა ალბათ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი ჩვენი დროისთვის: იარაღი და კამერი. წინა ხაზზე ბრძოლის დროს ის დაშავდა ჰეზბოლას ტერორისტების მიერ გაშვებული ასაფეთქებელი დრონის შედეგად. მე მის სანახავად საავადმყოფოში წავედი. მისი ოჯახი გავიცანი. ის ჩემი ქალიშვილის ასაკისაა, რომელიც ასევე ჯარისკაცია. ვფიქრობდი, რომ მას გამამხნევებელ სიტყვებს ვეტყოდი. ამის ნაცვლად მან მე გამამხნევ. ის თავის ტრავმაზე არ იყო კონცენტრირებული. ის კონცენტრირებული იყო თავის მისიაზე და იმაზე, როდის დაბრუნდებოდა მეგობრებთან ერთად. მე დავტოვე ის ოთახი საავადმყოფოში და ვფიქრობდი, რამდენად განსხვავებულია ამ ომში რეალობა იმასთან შედარებით, როგორც მას ხშირად განიხილავენ. უმეტესობა მხოლოდ სათაურებს ხედავს. მე მაქვს პრივილეგია ვხედავ იმ ადამიანებს, ვინც ამ სათაურების უკან დგანან. ამ როლმა მომცა შესაძლებლობა შევხვედროდი ისრაელის თავდაცვის ძალების ყველა ნაწილს, რეზერვისტებიდან და საბრძოლო ჯარისკაცებიდან დაწყებული, კულისებს მიღმა ჩუმად მომუშავე კაცებითა და ქალებით დამთავრებული. ყოველი ოპერაციის უკან დგანან ათასობით ადამიანი, რომლებიც დიდ პასუხისმგებლობას ატარებენ. როცა ამ ახალგაზრდა ჯარისკაცებს ხვდები, ხშირად მახსენდება ჩემი სამხედრო გზის დასაწყისი. მე სამხედრო სამსახურში 30 წელზე მეტი ხნის წინ ჯავშან-სატანკო ჯარში შევედი. 33 წლის განმავლობაში ტანკები ჩემი სახლია. ჩემი კარიერის უმეტესობა ჯარისკაცების ბრძოლის ველზე ხელმძღვანელობაში გავატარე. 2006 წელს ლიბანის მეორე ომის დროს ვადსალუკის ბრძოლაში ჯარისკაცებს კონდვანელობდი. იმავე ტერიტორიაზე, სადაც ახლა ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებენ. იმ ბრძოლაში მძიმედ დავიჯერე. ჩემი სხეული დამტვრეული იყო და ექიმებს არ ჰქონდათ დარწმუნებულობა, როგორი იქნებოდა ჩემი მომავალი. მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ ჩემს ჯარისკაცებთან დავბრუნდი. მას შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალები IDF-ი დრამატულად შეიცვალა. საფრთხეები განსხვავებულია, ტექნოლოგიაც განსხვავებულია. საბრძოლო ველიც გარკვეულწილად განსხვავებულია. მაგრამ ზოგი რამ არასოდეს შეცვლილა. პასუხისმგებლობის გრძნობა, მზადყოფნა წინ წასასვლელად, როცა შენი ქვეყანა გეძახის. იგივე სული არსებობს ამ თაობაშიც. ისინი საოცრები არიან. ეს შესამჩნევია, მადლობა. ეს შესამჩნევია რეზერვისტებში, რომლებიც ისევ და ისევ მოვალეობის შესასრულებლად მოდიან. ხშირად მეკითხებიან, რა არის ისრაელის თავდაცვის ძალების სტრატეგია. რაც უნდა გითხრათ, მტკივნეული გამოცდილებით ვისწავლეთ, რომ ჩვენი ხალხის დაცვა არ ნიშნავს შემდეგ თავდასხმამდე ლოდინს. სეცხლის შეწყვეტა არ შეიძლება ნიშნავდეს 6 ოქტომბრის რეალობაში დაბრუნებას. დღეს ისრაელის თავდაცვის ძალები პროაქტიულად მოქმედებენ, იღებენ ინიციატივას. ჩვენ ვაშორებთ საფრთხეებს მანამდე, სანამ ისინი თავდასხმებად გადაიქცევიან და ვუზღუდავთ მტრებს ხელახლა აღდგენის შესაძლებლობას. ყოველ ფრონტზე ერთი გაკვეთილი გვიწევდა გზას მთელი ამ ომის განმავლობაში. ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები ფრონტზე დგანან, როგორც ბარიერი მტერსა და ისრაელის ხალხს შორის. და ჩვენ იქ დავრჩებით, სანამ ეს საფრთხე არ იქნება მოხსნილი. ერთი რამ, რაც ბოლომდე ვერ შევაფასე, როდესაც ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის როლი მივიღე, იყო ის თუ რამდენ სხვადასხვა მხარეს ვიხილავდი ამ ომისას. ბევრჯერ მქონია პატივი გამეზიარებინა კარგი ამბები. ძევლების დაბრუნება ოჯახებში, წარმატებული ოპერაცია ან ოპერაციის დასრულება. ხანდახან კი პასუხისმგებლობა ბევრად მძიმე. კამერების წინ დგომა მას შემდეგ, რაც ჯარისკაცები დაგვიკარგავს, ოჯახებისა და საზოგადოების ინფორმირება იმ მტკივნეული მოვლენების შესების შესახებ, რომლებიც სამუდამოდ დაგვრჩება მეხსიერებაში.
ამ კვირაში მევიდექი ლეიტენანტ პოლკოვნიკ დორ ბენ შიმონის შივაზე, რომელიც მხოლოდ გასულ პარასკევს დაიღუპა, როდესაც თავის ჯარისკაცებს სამხრეთ ლიბანში ხელმძღვანელობდა. მე ვესაუბრე მის ცოლს, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებშიც ოფიცერია. ზუსტად ერთი წლით ადრე დორმ თავის პატარა ქალიშვილს გაიას სახელი მისცა თავისი ახლო მეგობრის, მაიორ გაი ნისლის, ხსოვნისადმი, რომელიც ასევე დაიღუპა მას შემდეგ, რაც ბრძოლაში ღაზაში დაიჭრა. ჩემთვის გაი და დორი ისრაელის ისტორიას ხვებიან. გაისა და დორს შორის შეგიძლიათ დაინახოთ რაღაც, რაც ღრმად ისრაელურია. ძმობა, პასუხისმგებლობა და მეხსიერება, რომელიც ცხოვრებად იქცევა. როცა უკან ვიხედები ამ ბოლოს 3 წელზე, ვიცი, რომ ეს ომი სრულიად სხვანაირი იქნებოდა ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეების მხარდაჭერის გარეშე. ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, სამხედროებს, ქალებსა და კაცებს, რომლებიც ყოველთვის და ყველგან ჩვენს გვერდით იდგნენ. ეს ბევრად მეტია ვიდრე პარტნიორობა. თქვენმა მხარდაჭერამ გვიხსნა. სიცოცხლეები მთელ რეგიონში და ამისთვის ყოველთვის მადლიერი ვიქნებით. და მადლობა თქვენ, ვინც ამ ოთახში ხართ, რომ ხმა ამოიღეთ, რომ ისრაელის გვერდით დგახართ, მაშინაც კი, როცა ეს ყოველთვის ადვილი არ არის და ახლაც ასე. 30 წელზე მეტი ფორმაში ყოფნის შემდეგ, სრული დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ისრაელის უდიდესი ძალა არ არის მისი ტანკები, თვითმფრინავები, დაზვერვა ან ტექნოლოგია. მისი უდიდესი ძალა მისი ხალხია. და როცა როცა უყურებ დღეს მსახურ ახალგაზრდებს, ხედავ სახეებს, ხედავ დორს, ხედავ გაის, ხედავ შახალს, ახალგაზრდა საბრძოლო ფოტოგრაფს და მე მავსებს თავდაჯერებულობა. არა მხოლოდ ისრაელის თავდაცვის ძალების მომავლის, არამედ ისრაელის მომავლისაც. დიდი მადლობა.